situația Lilos დასახლებაში და Lilos ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად დიდი დაკვამლიანებაა. Ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ ამ დრომდე ცდილობენ მეხანძრე მაშველები ხანძრის ჩაქრობას, თუმცა როგორც ჩვენ აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გვითხეს, 1 საათის განმავლობაშია უკვე ეს ხანძარი, თუმცა ამ დრომდე მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, ამ დროისთვის დაშავებული არავინ არ არის. ყველა გამოყვანილია უბრალოდ ზემოთ ტერიტორიაზე იყო საწყობი და სავარაუდოდ დენის კაბელების გამო გაჩნდა ეს ხანძარი. ხედავთ თქვენ ახლა კადრში, რომ მეხანძრე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ მოახდინონ ლიკვიდაცია ხანძრის. ბოდიში პირდაპირ ეთერში ვართ 1 წუთით. ბოდიში ეს არის ეგრეთ წოდებული სპილოს საწყობი, ასე ეძახიან ამ საწყობს და სავარაუდოდ იქ ნივთებს დაძვისხებს, როგორც ჩვენ გვითხრეს, გაუჩნდა ცეცხლი და სწორედ ამან გამოიწვია დაკვამლიანება. როგორც გითხარით, წინასწარი მონაცემებით და წინასწარი ინფორმაციით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული არავინ არ არის, ვინაიდან მეორე სართულზე არავინ არ იმყოფებოდა და მალევე მოხდა იმ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული შენობიდან პირველი სართულიდან, ასე რომ რატომ არ გავში ჩვენ იქით მაღაზი არის იქიდან მაინც ცოტა რაღაცა აიღებ, რატომ არ გავში? მე არ მიშები ვარ ჩვენ. მე არ მიშვებენ იქ თქვენ. ვიცი კი, ხო, აბა უნდა გავში ჩვენ რაღაცა აიღებ იქიდან ხალბატონო. დასარალებული ხართ თქვენ? აქეთ არა, აი იქით პირველ რიგშია ჩვენი მაღაზია. აი იქია ისიც გახვეული. აბა რა ვქნებ იქით წავალ მაინც რაღაცა აიღებ. სუპაჟარი ხო, ბუნებრივია არ მეტაპზე თქვენი გადასვლის უფლებას არ მოგვცა, მე პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს და კითხოთ უბრალოდ აქ ძალიან რთულია მეტაპზე მუშაობა, ვინაიდან მეხანძრე მაშველები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, რადგან მოახდინონ ხანძრის ლიკვიდაცია, როგორც გითხარით, 1 საათია, რაც უკვე ლილოს ტერიტორიაზე არის ეს ხანძარი, თუმცა ამ დრომდე მეხანძრე მაშველებმა მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, სახანძრო სამაშველო ბრიგადები, ასევე სასტრაფო დახმარების მანქანები. თუ გაქვთ ინფორმაცია, რას გაუჩნდა ხანძარი, თუ ვიცით? არაფერი არ გაგიგიათ თქვენ? და რა იყო შიგნით? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. კი ბატონო, გავესაუბროთ სხვა ადამიანებს და უფრო მეტი მათგან გავიგოთ. რამდენი ხანია რაც ხანძარია, ხომ არ იცით? 9 საათი იქნება სადაც. 9 საათია? შეიძლება მეტი საათი. და რას გაუჩნდა ეს ხანძარი წინასწარი ინფორმაცია? ცნობია ჯერ არ ვიცი. დაშავებული არავინ არ არის. დაშავებული არავინ არ არის. დაზარალებულია ის მე პატრონები საწყობი, ვისაც აქვს ეგეთი. კი ბატონო, და შიგნით რა იყო ხომ არ იცით? ტანსაცმლის საწყობები იყო და ნაძვის და რა ვიცი, ხელოვნური ყვავილები. არავინ არ იმყოფებოდა, მხოლოდ არა, შეიძლება არავინ არ იყო, იმიტომ სასაწყობი ადგილია, შეიძლება იყო, არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ნაძვისხეების პატრონები ქარიან. ანუ ზემოთ ნაძვისხეები იყო, ხო? კი, ძირითადად ნაძვისხეებს წაეკიდა სავარაუდოდ და მე უკვე გადავიდა. რამდენი ხანია რაც მუშაობენ მეხანძრე მაშველები? მალევე მოვიდნენ, ადგილობრივი მოვიდა ჯერ და მე ქალაქიდანაც მალევე მოვიდნენ. ნო, აი ასეთი ვითარებაა ლილოს დასახლებაში, გივიკოს ჩემს ოპერატორს თხოვ გაჩვენოთ კადრში, რომ ცეცხლს ამ დრომდე ვერ აქრობენ მეხანძრე მაშველები, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, არის ძლიერი დაკვამლიანება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია უცვლელია, რაც ხდებოდა დაახლოებით 1 საათის წინ, 9 საათის წინ, იგივე სიტუაცია ახლა აქ. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ როგორც ჩვენ გვეუბნებიან აქ შეკრებილი მოქალაქეები დაზარალებული და დაშავებული უბრალოდ არავინ არ არის, თუმცა დაზარალებულები, რა თქმა უნდა, არიან ის ადამიანები, ვისი კუთვნილი ქონებაც დაზიანდა ამ ხანძრის შედეგად.